აკონტროლებს ადამიანი ნიშანთა სისტემას ისე, რომ მან ინფორმაციის დაფიქსირება და ამ ინფორმაციის სანდოობა მოიპოვოს. დღეს წარმოუდგენელია არსებობა ამ სიმბოლოების გარეშე. არის თუ არა დამწერლობის შექმნის ეპიზოდი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რევოლუცია. ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ ასეთი გამოგონება შეუდარებელი არის, რომ ესე ვერცერთი სხვა გამოგონება ვერ შეედრება დამწერლობის გამოგონებას. ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველი დამწერლობები შექმნეს? რამდენი ხნის წინ ცხოვრობდნენ ისინი? ქურუმები, ძველი ქურუმები, საეკლესიო მოღვაწეები და დიდი ცოდნის მატარებელი ადამიანები. სად, რომელ გეოგრაფიულ წერტილში შეიქმნა პირველი დამწერლობა? ან იქნებ დამწერლობა რამდენიმე ადგილას წარმოიშვა ერთდროულად? იყო რაღაც ერთი დამწერლობა, თუ იყო რეგიონალური დამწერლობები, თუ იყო ქურუმთა წრეში არსებული დამწერლობები. როგორია დამწერლობის ნიშანთა სისტემის ორგანიზების პირველი პრინციპი? რის საფუძველზე იქმნება ის? თვალის დღეების რაოდენობა პირდაპირ ემთხვევა სიმული ანბანის თანხმოვანთა რაოდენობას. როგორია ქართული ასომთავრული ანბანის პორტრეტი? კიდაც მაშინ დავინახე, საგამ თვალის ფაზე პრაქტიკულად ხატია პირდაპირ. რა საჭიროება, რა ტენდენციებმა მოიტანა დამწერლობის შექმნის აუცილებლობა ზოგადად კაცობრიობისთვის? აი, მოვიდა შუმერის მაგალითი. ერთ-ერთი უძველესი დამწერლობა, ლურსმული, პირველად ხატოვანი იყო. არა, იგი ეხატა ცხვარი, ეხატა ადამიანი, ეხატა რაღაცა რგოლები იყო. რისთვის წარმოიშვა ეს? აი, ტაძარში არის მომუშავე პერსონალი მუშაობენ. უნდა დაიცეს საზრდო მართვის, ვის რა ეკუთვნის. აი, ამ პატარა ფირფიტებზე არის აღმოცული ყველაფერი. ასე გამოიყურება დამწერლობის პირველი ნიმუშები. მათი ასაკი 5000 წელს სცილდება. ეს შუმერული, მესოპოტამიური ცივილიზაციის ნაყოფია. დამწერლობის ისტორია. შუმერული ცივილიზაციის მემკვიდრეობა კაცობრიობის განვითარებას შეუქცევად დინამიკას მიანიჭებს. შუმერების მეცნიერებით გატაცებამ სფეროს 360 გრადუსად დაჰყო. წელიწადი 12 თვედ, დღე-ღამე 24 საათად. მათი დამსახურებით აზრი დაფიქსირდა ლურსმნული ფრაზით. დრო მოექცა კალენდარულ სისტემაში. კალენდარი მთვარის მოძრაობის ორგანიზებაზე აიგება და ლურსმნული დამწერლობის პრინციპიც მთვარის მოძრაობას გაიმეორებს. ეს მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ მიემართება. ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე ჩამოყალიბებული ცივილიზაცია ძველ მსოფლიოში ვრცელდება. გაქრება შუმერი, მაგრამ გადარჩება შუმერული ენა და ლურსმნული დამწერლობა. ვიდრე იარსებებს მესოპოტამიური ცივილიზაცია, იარსებებს შუმერული ენაც. მას ისწავლიან ბაბილონშიც. და ელიტარული ინტელექტუალური წრეები შუმერულ ენას წმინდა ენას დაარქმევს. საქართველო ნაწილია ძველი მსოფლიოსი. არქაული დროიდან დღემდე საქართველო აღმოსავლეთის და დასავლეთის შეხვედრის ცენტრია. რა პროცესები მიმდინარეობს ისტორიული კოლხეთის და იბერიის ტერიტორიაზე შუამდინარული ცივილიზაციის პარალელურად. ჩვენი ექსპედიცია აბულის მთაზე ამოდის. შეიძლება თუ არა ასეთი არქიტექტურული მშენებლობა ეწარმოებინა ხალხს, რომელსაც არ აქვს ნახაზის, ანგარიშის, რიცხვის აღნიშვნის სიმბოლოები. აბულის ციხესიმაგრე დაახლოებით 3200 კილომეტრია. ფაქტია, რომ იგი ნაშენებია მყარი არქიტექტურული ტრადიციის საფუძველზე. ეს გარემოსთან მისი მიმართება სხვა ანალოგიური ტიპის დასახლებებთან, რომელიც ამ რეგიონში მრავლად არის წარმოდგენილი, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ციხესიმაგრე ნაგებობებთან ერთად და იმ დასახლებებთან ერთად ერთი დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანების ნაწილი გახდათ ეს აბულის ციხესიმაგრე. ადამიანმა ისწავლა ისევე რომ ლაპარაკის შეძლო რაღაცების ახლა მან დაიწყო თვლა დაიწყო და თვლასთან არის დაკავშირებული ის რიცხვითი სისტემები რომლებიც ჩნდებოდა. რიცხული დამწერლობა უფრო ადრეულია ვიდრე ენის ბგერითი დამწერლობა. რიცხვები ეს კედელს ჩქირიო რა ქართული გამოთქმა რომ არის უკვე
რიცხული დამწერლობის ის არის არსებობის ნიმუშია. შესაძლებელია აბული უძველესი ქალაქიც იყოს. ამ დროის მსოფლიოში უკვე არსებობს ქალაქის ფენომენი. მაგალითად, ური ან ხარანი, ბაბილონური ქალაქები, სადაც პირველი ცივილიზაციების კერები იქმნება. საინტერესო დეტალი დავაფიქსირეთ. იქ, სადაც პირველი დამწერლობის ნიმუშები შეიქმნა, ქალაქ სახელმწიფოები არსებობდა. ასეთ სახელმწიფოებში მოქმედებდა სწავლულ ქურუმთა კასტები. მათ მიერ იმართებოდა რელიგიური და სახელმწიფოებრივი პროცესები. ასეთი სახელმწიფოა კოლხეთის აია. სწორედ მასთანაა დაკავშირებული ქართული ცივილიზაციის წარსულის ერთ-ერთი ცენტრალური ამბავი ოქროს საწმისის ისტორია. ქრისტემდე მე-13 საუკუნეში განვითარებული დრამატული ისტორია მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ისტორიოგრაფიამ რამდენიმე ისეთი ფაქტით შემოინახა, რომელსაც ქართული დამწერლობის ისტორიისთვის განსაკუთრებული ხილებულება აქვს. კოლხებს ჰქონდა წინაპრების ნაწერი თუ ნაკაწრი პირბელი, სვეტები პირამიდული ტიპის, რომელზედაც ცოლონის კანონები იყოს ჩაწერილი და არის ასეთი, როგორც ჩანს, როგორც კარტოგრაფიული მნიშვნელობა, ისე გარკვეულ ინფორმაციას გადასცემდა წერილობით ხასიათისას. ევფრატი, ტიგროსი და ჭოროხი. ზუსტად აი ამ სამი მდინარის აუზი იყო უძველესი ცივილიზაციების წარმოქმნელი კერა. გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოლხებს ადგილზე აქ ჰქონდა დამწერლობის გარკვეული ნაირსახეობა, ერთ-ერთი შტო გარკვეული სახით დაკავშირებული იყო ზუსტად აი ამ კარტოგრაფირებასთან. მასალა, რაზეც ეს იწერებოდა, ცნობილი არის კირბების სახით, რომელიც ზუსტად კოლხური ენობრივი სამყაროს საფუძველზე იხსნება და ნიშნავს ფოტოშოპის კრავს. რას წარმოადგენდა თავად ოქროს საწმისად წოდებული ცხვრისწყავი, დღემდე დიდი გამოცანაა. რასაც ჩვენ ოქროს საწმის ვეძახით, ეს იყო ყავზე ან რაღაცა სხვა მასალაზე ოქროს ასოებით შესრულებული ტექსტები დამწერლობა. რა ტექსტი იყო ეს? ეს იყო ტექსტი ასეთ, როგორ მიიღოთ ოქრო ქიმიური საშუალებით. რაც არ უნდა პარადოქსულად გამოიყურებოდეს, ოქროს საწმისის, აიეტის და მედიას შესახებ ქართული მატიანეები დუმს. ქრისტემდე 3000 წელს დამწერლობა ეგვიპტეში გაჩნდა. ის იეროგლიფური დამწერლობის სისტემა იქნება. ეგვიპტური იეროგლიფები ასეულობით ნიშან-სიმბოლოებს შეიცავენ. მათი რაოდენობა 700-800-მდე არის. უძველესი ცივილიზაციების კერებში დამწერლობის განვითარების პროცესი ერთი სქემით მიმდინარეობდა: ნახატი, პიქტოგრამა, იეროგლიფი, ანბანი. კოლხურ იბერიული ცივილიზაციაც ევოლუციის ამ გზას იმეორებს. ეს ჭურჭელი 5000 წლისაა. მაშინ რაღაც გარკვეული ინფორმაციის მატარებელია და რაღაც ინფორმაციის გადმოცემა სურდათ მის შემქმნელს. ქართველებს აქვთ ერთი განსაკუთრებული სიტყვა წერაქვი. ამ სიტყვით ხალხურმა მეხსიერებამ ქვაზე წერის ტრადიცია შემოინახა. ასეთი ტრადიციის ნაწილია პიქტოგრამული ნიმუშების მთელი გალერეა, რომელიც ქვაზე ამოკვეთილი ნიშნების სისტემაა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მასში ინფორმაციაა დაშიფრული. ძველი მსოფლიო ქურუმთა გავლენას განიცდიდა. ამ კასტაში გაერთიანებულ წევრებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის გარკვეული რეჟიმი ჰქონდათ. ქურუმები სარგებლობდნენ მაღალი ავტორიტეტით. ამის უპირველესი პირობა მათი განსწავლულობა, გამოცდილება და სოციალური ყოფის სწორი ორგანიზება იყო. სწავლულთა კასტამ ზომავს და წონის სამყაროს ყველაზე ახლოს მდგომი მნათობის, თვარის საშუალებით. თვარეზე დაკვირვებით ურთულეს და უზუსტეს ასტრონომიულ პროგნოზებს აკეთებს. თვარეში რო ზომავდა, ამ თვარეს უყურებდა, რა როგორ დაეზომა. თქვენ წარმოგიდგენთ, ისე იგი ბაბილონელები იყვნენ ამაზე ძალიან წინ წასულები, იმდენი რამე აქვს დაგეთებული, რომ დიდი პერიოდებიც კი აქვს ეს იგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეთყობა მხარდამთავრებისთვის და განსაკუთრებით მეფეებისთვის, ომები არ ყოფილიყო აი ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, ესე მიწისძვრის და რამე ისეთი წუთში ყველაფერი ჩერდებოდა. სწორედ სწავლული ქურუმების კასტას უკავშირდება დამწერლობის ყველაზე სრულყოფილი ტიპის, ანბანური დამწერლობის შექმნაც.
ქართველი ქურუმების ბაბილონურ სკოლასთან თანამშრომლობის შედეგი ქართულ ასომთავრულ ანბანში დაფიქსირდება. პირველივე ასო-ნიშანი ანი ბაბილონური მთვარის ღმერთის სახელით გაფორმდება და მისი გრაფიკული გამოსახულება მთვარის ციკლის ერთ ფაზას დაემსგავსება. დღეს სპეციალურ სამეცნიერო წრეებში დიდი ყურადღებით სარგებლობს ანბანური დამწერლობის წარმოშობის ეგრეთ წოდებული კალენდარული თეორია. ამ თეორიით ასო-ნიშნებს მაგალითად სემურ ანბანურ მწკრივში მთვარის თვის კალენდარული დღეების მნიშვნელობა აქვს. თუმცა ანბანურ დამწერლობამდე კაცობრიობამ კიდევ ერთი ეპოქა უნდა გაიაროს. ეს ეგვიპტური დამწერლობა ახალი ფორმის ცივილიზაციის აღორძინება და ეგვიპტური მზის კულტის დადგენა იქნება. მზის საკულტო სვეტი თავზე პირამიდით ფარაონ სენუსერტ პირველის აგებულია. დღეს სტელა კაიროს იმ ნაწილში დგას, რომელიც ოდესღაც დამოუკიდებელ ქალაქს წარმოადგენდა. ამ ქალაქს ონი ერქვა. მოგვიანებით ჰელიოპოლისი. მისი ასაკი 4000 წელია. აქ ფუნქციონირებდა მზის საკულტო რელიგიური ცენტრი. აქვე ცხოვრობდა ეგვიპტური ინტელექტუალური ელიტა. ქურუმთა კასტა. ეგვიპტელი სწავლული ქურუმების მსოფლ მხედველობა დაფუძნებულია მზის პრიორიტეტზე. ძლიერდება ეგვიპტე და მისი გავლენა ძველ მსოფლიოზეც იზრდება. ეგვიპტისთვის ბაბილონური მთვარის კალენდარული ეპოქა მზის სისტემის კალენდარულ დროში ტრანსფორმირდება. წესდება მზის მოძრავი 365 დღიანი კალენდარი. ეგვიპტელი ქურუმები ფარაონებსაც კი აფიცებდნენ, რომ მზის კალენდარი იქნებოდა მოძრავი და 365 დღიანი. ნაკიანი წელი აიკრძალა. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, მათ კალენდარში ეგრეთ წოდებული 29 თებერვალი არ ფიგურირებდა. უძველესი ცივილიზაციის ორი ხალხი ხმარობს მზის კალენდარს, ეს არის ძველი ეგვიპტელები და ძველი ხალხები და იბერები ესენი. ქართულ სინამდვილეში მზის კალენდარული ეპოქა ქრისტემდე მე-16-მე-14 საუკუნეში იწყება. ეს ის დროა, როცა ეგვიპტელი ფარაონი ეხნატონი პირველ სერიოზულ რელიგიურ რეფორმას ატარებს ეგვიპტეში. მზე მთავარი ღვთაება ხდება. დროის ათვლა მზის კალენდარული დროით იწყება. რა ხდება ეგვიპტური რეფორმების პარალელურად ქართულ სამყაროში? სოფელი მზეთამზე ბორჯომის ხეობაშია. ათასწლეულებია ამ სოფლისთვის სახელი არავის შეუძლია. როგორც ჩანს, იმდენად ძლიერი და გავლენიანი მზის რელიგიური ცენტრი ფუნქციონირებდა აქ, რომ მეხსიერებიდან მისი წაშლა არ მოხდა. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მზის ტაძრის ქურუმი ქალების საკულტო სამარხები აღმოაჩინა. ქურუმი ქალები იყვნენ მზის ღვთაების მსახურნი. ისინი მზის ღვთაებას ემსახურებოდნენ და ყველა ის აქსესუარი, რომელიც ავიტრინაშია წარმოდგენილი, სწორედ მზის ღვთაებას განასახიერებდა. თუნდაც ის საკრალური საკიდები, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, საკიდები, რომელშიც მზის სიმბოლო ბორჯღალო არის ჩატვირთული და ასევე საკრალური რაოდენობის წრეები არის მათზე წარმოდგენილი. მარცხენა გვერდზე დასვენებულ მიცვალებულებს ჭვირული ბრინჯაოს დისკოები მუცლებზე ედოთ. წრიული ფორმის ნივთი სვასტიკებით, ჯვრებით, კოპებით და წრეებითაა შემკული. დისკოებზე წარმოდგენილი ყველა ფრაგმენტი მზის მიმართულებით მოძრაობს. დისკოების ზომა და წონა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათი ტარება სამკაულად შეუძლებელი იქნებოდა. მას განსაკუთრებული სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. ვინ იყვნენ ეს ქურუმი ქალები? რა დანიშნულება ჰქონდა ამ დისკოებზე გამოსახულ ნიშნებს? ან რა ნიშანთა სისტემაა ეს? როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დისკოს გამოყენების მექანიზმი? რატომ ეკეთათ ეს ჭვირული დისკოები მაინც და მაინც მუცლებზე? სამეცნიერო წრეებში თვლიან, რომ ეს დისკოები კალენდარს წარმოადგენდა. ამ ნიშნების საშუალებით სავარაუდოდ ასტროლოგიური გამოთვლები კეთდებოდა. მაგრამ რატომ იმარხებოდნენ ქალი ქურუმები ამ დისკოებთან ერთად? რატომ არ გადაეცემოდა ის მემკვიდრეობით მომდევნო თაობის ქალს? ასეთია ქურუმთა ცოდნის გასაიდუმლოების მექანიზმი. ამ კითხვებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. ასტრონომიული დაკვირვებების საინტერესო ფრაგმენტი სიღნაღის მუზეუმში ინახება. ეს თიხის ქვევრია, რომელზეც მზის სრული დაბნელების ეპიზოდია აღწერილი. ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ უბრალოდ რა პერიოდში ჩანდა შესაბამისი ტერიტორიიდან, კახეთის ტერიტორიიდან, აღმოჩენილი ტერიტორიიდან მზის დაბნელება. სხვათა შორის ძალიან საინტერესო შესამოწმებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძველი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნეში მზის დაბნელება არსად არ ჩანს.
სრული. მე-14-ში ასეთი ორი ძალია. მე-13, მე-12, მე-11, მე-10 საუკუნეებში პრაქტიკულად არ არის არც ერთი, მე-10-ში არის მხოლოდ მზისდამნელები. როგორც ჩანს, აქ არქეოლოგიური შეფასებები და ასტრონომიული შეფასებები ერთმანეთს რაღაცნაირად ამყარებს და შესაძლოა ეს იყოს მართლაც ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნის ნიმუში. სად შეიქმნა პირველი ანბანური დამწერლობა? ვინ მოახერხა ასობით სიმბოლო სულ რაღაც 27-30 ასონიშნამდე დაეყვანა და აზრი ასე მარტივად დაეფიქსირებინა. ასეთი სემიტური მოდგმის ხალხით დასახლებული ქალაქის სახელმწიფო უგარიტია. სამეცნიერო წრეები თვლიან, რომ უგარითული ანბანი ძველი წელთაღრიცხვის მე-14 საუკუნეშია შექმნილი. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის დედა ანბანია და შემდგომ ამ ანბანურ თანმიმდევრობასაც უგარითულ ანბანში იყო გამოყენებული, გაიმეორებს სხვა სემიური და მათ შორის ფინიკიური ანბანიც. თანამედროვე პოლიტიკური გარემოებების გამო ჩვენი ექსპედიცია უგარითში ვერ აღმოჩნდა. სამაგიეროდ ისტორიულ ფინიკიაში, დღევანდელ ლიბანში ჩამოდის. ეს ქალაქი ბიბლუსია. ოდესღაც კვიპაროსების ვაჭრობით სახელგანთქმული ქალაქი. სხვადასხვა ფინიკიასთან ურთიერთობის ტრადიცია ქართველებსაც ჰქონდათ. ჩვენს ლიტერატურულ ძეგლებში ძალიან პოპულარული. ლიბანის ნაძვი ბიბლუსიდანაა წამოღებული. სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი სწორედ ამ ხის მასალითაა აგებული. ლიბანის ნაძვი წმინდა ხედით თვლებოდა. 1923 წელს არქეოლოგებმა აქ უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი აღმოაჩინეს. თანმიმდევრობით დალაგებული ნიშნების მწკრივი, რითაც ბიბლუსელი მონარქის ახირამის სარკოფაგის თავსახური იყო შემკული. სარკოფაგი ახლა ბეირუთის ნაციონალურ მუზეუმში დგას. სარკოფაგის წარწერა აქედან იწყება და თავსახურის მთელ სიგრძეს მიუყვება. ეს ცივილიზაციის ისტორიაში პირველი ანბანური დამწერლობის ნიმუშია. ფინიკური 22 ასონიშნიდან აქ 16 ასოა წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტემდე მე-10 საუკუნეში ანბანური დამწერლობა უკვე ჩამოყალიბებულია. ამ ნიშნებით იქმნება პირველი თანმიმდევრული ანბანური მწკრივი ალეფ, ბეთ, გიმელ, დალეთ. ამ მწკრივისგან წარმოიშვა ყველა დანარჩენი ენების მწკრივები ალფა, ბეტა, გამა, დელტა. შემდეგ იშვა A, B, C, D და ასე შემდეგ. ახირამის სარკოფაგი პირველი არტეფაქტია, რომელიც ქრისტემდე მე-10 საუკუნეში ანბანური დამწერლობის არსებობას ადასტურებს. დამთავრდა ლურსმნული დამწერლობის ეპოქა და კაცობრიობამ ანბანური დამწერლობით დაიწყო სარგებლობა. იქმნება ანბანური მწკრივი და ასონიშნები რიცხვითი მნიშვნელობით ფორმირდება. რას უნდა ნიშნავდეს ეს? რა კავშირი აქვთ ასოებს რიცხვებთან? ანბანში ასონიშანი ერთდროულად ბგერის სიმბოლოც არის და რიცხვის სიმბოლოც. ანბანური დამწერლობის არსი უკავშირდება კალენდარს, კალენდარულ დროჟამის კალენდარულ აღრიცხვას. გამოდის, რომ ანბანი არა მხოლოდ ლინგვისტური მიღწევა იყო ფინიკიელების, არამედ ერთდროულად ეს ანბანი მათემატიკურ და კალენდარულ ფუნქციასაც ასრულებდა. სემიტური სამყარო მთვარის კულტის პროტექტორატის ქვეშ ცხოვრობდა. ამიტომ ანბანური დამწერლობაც მთვარის ღვთაების ზოომორფული სიმბოლოთი, ხარის გამოსახულებით დაიწყო და მთვარის ღმერთის, სინის აღნიშვნით დაამთავრა. ანბანის დასასრულის აღმნიშვნელი ჯვრის სიმბოლო გახდა. ფინიკიური ანბანის სისტემა ასეთია. ასონიშნის გრაფიკული ნახაზი მის სახელდებას განსაზღვრავს. ბერძნულ დამწერლობაში ასონიშნების იდეოგრაფიული მნიშვნელობა და შინაარსი გაქრა. კალენდარული ციკლისა და აკროფონული პრინციპების შეთავსების შედეგად უძველესმა სენიანებმა ქვეცნობიერად უდიდეს აღმოჩენას, კერძოდ ანბანური დამწერლობის ას მიაგნეს. მთვარის დღეების რაოდენობა პირდაპირ ემთხვევა სემული ანბანის თანხმოვანთა რაოდენობას. ქართულ ასომთავრულს ან ასონიშანი იწყებს. ის ბაბილონური მთვარის ღმერთია. დროის ათვლას მთვარის ციკლებით, მთვარის ღმერთის ზვარაგი ხარი ამთავრებს.
ქართული ასომთავრული ანბანის სისტემა ეს წარმოადგენს არაჩვეულებრივი გრაფიკული ნიშნების ერთობლიობას, არამედ ეს არის ასტროგრაფების ერთობლიობა. ასტროგრაფიკი ეს არის ციური სხეულების მათი მოძრაობების და ასტრონომიული სხვადასხვა ფენომენების გრაფიკულად გამოხატვის ფორმა. მაინც როდიდან შეიძლება ვივარაუდოთ ასომთავრული ანბანის შექმნა? ჩვენი მთავარი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, ერთ საინტერესო პასაჟს შეიცავს. ქართლის ცხოვრების ტექსტში არის ასეთი ფრაზა: დაესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსაშინა. ქართლოს ისე რატეცადაგანი. ამან განავრცელნაი ქართული და არ გაეძრახებოდა სხვა ენაი ქართლსაშინა თვინით ქართულისა. და მან შექმნა წიგნობრობაი ქართული. ლიტერატურა და ქართული ისტორიოგრაფია სწორედ იმ ფარნავაზის განერგილი და შექმნილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, რომელმაც ფერწერად წიგნობრობა განავრცო და ქართლის მეფე გახდა იგი პირველი. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ისტორიული დოკუმენტი, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აღმოჩნდა. არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი ჟამთაცა შინა ვიდრე ფარნავაზამდე. წერდნენ იგენი უხუცესთა წერილითა, ესე იგი ქურუმთა მათ, რომელთაცა უხუცესთა და ხევისბერთა უხმობენ. წერილნი ხუცესნი პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსსა არიან ასოთა მათთა ჩვენი ხუცურნი. ისტორიული ცნობა ქართველი სწავლული პრინცის თეიმურაზ ბაგრატიონის ნაშრომშია დაცული. სწორედ ეს ისტორიული ცნობა თარგმნა მარი ბროსემ 1836 წელს და ფრანგულ ენაზე და გამოსცა პარიზში. ამ ცნობის პირველ წყარო ის წიგნი იყო, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო სახლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რომელსაც შემეცნებათა მატიანე ეწოდებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ცნობის თანახმად ქართული ანბანი შექმნილია ფარნავაზამდე და ის შექმნილია უშუალოდ ხუცესების ან ქურუმების მიერ. ქართულ დამწერლობას ქვია ხუცეს და ქურუმთა დამწერლობა, იმიტომ რომ ქურუმების შექმნილია ფარნავაზ არაფერი არავით არის. დამწერლობა არ შეუქმნია. შემოიღო ხანმეტური. ხეთის ჯურის ტაძრის წარწერებში ხანმეტური კიდე ცოცხალია, მაგრამ მე-7 საუკუნის შემდეგ უკვე ხანმეტურიც აღარ არსებობს და ახლა ბატონო კახურად ლაპარაკობ. კახური ქართული არც ხანმეტური იყო და არც ჰაემეტური იყო და ეხლა კახური მასე გაიგეცა. მაგრამ ჰაემეტური მაინც ჭაჭანებს. ჩვენი ექსპედიცია უკანა ფშავში, გოგოლაურთას ხევისბერთან 1800 მეტრის სიმაღლეზე ამოდის. ქართულ სინამდვილეში დღემდე ფუნქციონირებს ხუცესთა ინსტიტუტი. ეს ხევისბერთა კასტაა. ფილიპე ბაღიაური, ნახევარ საუკუნეზე მეტია ხევისბერის მოვალეობას ასრულებს ხატში. ახლა საახალწლო სარიტუალო ლოცვისთვის ემზადებიან. ხევისბერი ასკეტი ბერივით ცხოვრობს. მის სახლში შესვლა ყველას არ შეუძლია, თავადაც ერიდება ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ხატი ხევისბერის სახლიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული და ის მთის წვერზე დგას. პროცესია, რომელიც ხატისკენ მიემართება, ხატის ყმებისგან შედგება. ხევისბერობა მემკვიდრეობით არ გადაიცემა. ის ხატისგან გამორჩეული პერსონაა. მისთვის საკმოს მართვა ხატის დავალებით სრულდება. ის ისმენს უზენაესის ხმას და ამ ხმის კარნახით მოქმედებს. რიტუალი საკრალურია. მდუმარე ხევისბერი ჯერ სანთლებს ანთებს. სანთლების რაოდენობა 365-ია. ზუსტად იმდენი, რამდენი დღეც არის წელიწადში. მდუმარე ხევისბერი ლოცვას ყველა 365-ვე სანთლის ანთების შემდეგ იწყებს. შენი მონანი ვარ ჩვენ ყველანი. შენ ამით გაგემარჯობა, გამარჯვებული ხარ. შენ ამით გაგემარჯობა, დიდო უფალო, ქრისტეო ძეო ღმერთისაო. შენ ამით გაგემარჯობა, წმინდა გიორგიო ქმოდის გოერო, ურემზე გამომბულო ქრისტისათვის ქრისტის დავითსათვის. ისენა წამებულა ნაოგი. დედა შობელო უფლისაო. პირაო ყარავიანო მოყარაული მე. როდიდან კვირდება ახალი წლის ღამეს ხევისბერის მიერ 365 სანთლის ანთება არავინ იცის. სავარაუდოდ ეს ეგვიპტური კალენდარული დროის შემოღებიდან მომდინარეობს. მაშინაც კი, როდესაც ნაკიანია წელი, ხევისბერი მაინც 365 სანთელს ანთებს.
საქართველოს სწავლულ ქურუმთა კვალს ჩვენი ექსპედიცია ბულგარეთში. პეტრიწონის ქართველთა ლავრაში ჩამოხავს. ლავრა მე-11 საუკუნეში ქართველი მეცენატის და სამხედრო მოღვაწის გრიგოლ ბაკურიანის მიერაა დაარსებული. ჩვენი მეგზური თეოდორ პეეფი ბაჩკოვოს მონასტრის ადმინისტრაციული მდივანი და ღვთისმეტყველია. ის მონასტრის დაარსების ისტორიას და ამ ლავრაში დასვენებული ღვთისმშობლის ხატის შესახებ გვიამბობს. სწორედ აქ მოღვაწეობდა ქართველი განმანათლებელი, ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიძე, მანგანის აკადემიის კურსდამთავრებული, სავანის კედლებში საკმაოდ წარმატებულ საგანმანათლებლო ცენტრს ქმნის. ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის წყალობით მონასტერში დღემდეა შემორჩენილი ჩვენთვის საინტერესო ერთი გადმოცემა. ეს მონასტრის სატრაპეზოა. მე-11 საუკუნის სამონასტრო კომპლექსისთვის მოულოდნელი ფრესკებით. აქ ათენის ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლების პორტრეტებია: პლატონი, პლუტარქე, არისტოტელე, სოკრატე, სიბილა. ქრისტიანულ ტრადიციაში ათენის სკოლის ფილოსოფოსებს ქრისტიანობამდელ ქრისტიანებს დაარქმევენ. 500 წლის შემდეგ მე-16 საუკუნეში იტალიელი მხატვარი რაფაელი პაპის დაკვეთით შექმნის ათენის სკოლის დიდ ტილოს. ნეოპლატონიკოსის სწავლული პერი იოანე პეტრიძე კიდევ ერთ მოულოდნელ ფრესკას დატოვებს მემკვიდრეებისთვის. ეს ქართველი ქურუმის სახეა, იმ კაცის, რომელმაც შექმნა ქართული ასომთავრული ანბანი. მე-17 საუკუნეში რესტავრაციის ჩატარების შემდეგ ქართული წარწერები ბერძნული წარწერებით შეცვალეს. ბულგარეთში ყოფნის დროს შევიტყვეთ ფაქტი, რომელსაც ქართული პუბლიკისთვის პირველად ვახმოვანებთ. ქართველი წმინდანი და განმანათლებელი ილარიონი მცირე აზიაში ოლიმპოს მთაზე შეხვდა ანბანის შემდგენელ ძმებს, კირილესა და მეთოდეს. სწორედ ილარიონ ქართველი დაეხმარა მათ გლაგოლიცას ტიპის ანბანის შექმნაში. ჩვენ სამეცნიერო წრეებში თვლიან, რომ გლაგოლიცა ნუსხა ხუცური ანბანის საფუძველზეა შედგენილი. დამწერლობის ორივე ტიპი, ნუსხურიც და გლაგოლიცაც მისიონერული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ასოთა მსგავსების გარდა, აქ ასო ნიშნების რაოდენობაც თითქმის თანაბარია. შეგვიძლია ვთქვათ, ქართული და ბულგარული კულტურული ურთიერთობების დაახლოვება იმ ძველ დროში დამწერლობის მისიონერულმა მიზანმა გამოიწვია. ქართულ სამეცნიერო წრეებში ქართული ასომთავრული ანბანის შექმნის დათარიღებაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. ვერც იმაზე თანხმდება ყველა, რომ ქართული ასომთავრული ანბანი თავის კონსტრუქციით კალენდარული სისტემაა. ქართული ასომთავრული ანბანური მწკრივის არქიტექტურა გამოიყურება ასე. ასომთავრულ ანბანში ასონიშნების სახელდების, დაჯგუფების პრინციპები, მათი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობები განაპირობებს ამოვიკითხოთ ანბანში წარმართული ღმერთების პანთეონი, მზის და მთვარის უძველესი კალენდრები, ძველ მსოფლიოში აღმოჩენილი, შექმნილი და დღემდე მოქმედი მთვარის ციკლები და მზის დეკადები. ასომთავრული ანბანი ათეულობით წელია მათემატიკოსთა და ასტრონომთა კვლევის ობიექტად იქცა. მათემატიკოსებისთვის კვლევის კონცეფცია განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. რიცხვითი ფაქტორით თავისი სტრუქტურული ჯგუფები გაჩნდება. სახელდებითი ფაქტორი, აი ვითხარით სახელდებითი ფაქტორი, სახელდებითი ფაქტორით თავისი ჯგუფები გაჩნდება. ის რა ქვია, გრაფიკული ფაქტორი, მასაც თავისი ჯგუფები გაუჩნდება. კიდევ და ფონეტიკური. 35 დაწყობილი, ანუ რა იყოთ ეს ქართული ასომთავრული. თქვენ დაინახოთ, რომ ფაზები ყველა ამ შვიდეულის ბოლოს არის. ეს პირდაპირ ჩასა. მთვარის ფაზების აღნიშნული სამი ასონიშანი. მთვარის სამი ფაზის ასტროგრაფიული სიმბოლო ანბანიდან ამოღებულია. ასონიშანი დონი. ის ანბანურ მწკრივში რიგით მე-4-ია. მისი რიცხვითი მნიშვნელობაც 4-ია. სქემა ერთი შეხედვით მარტივია.
თუმცა მისი გეომეტრიული ნახაზი, მათემატიკური ფორმულა და ასტრონომიული ფუნქცია სრულიად მოულოდნელი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. დონი სამი ასონიშნისგან შედგება. ქურუმთა სწავლების მექანიზმი ასონიშნების გრაფიკულ სიმბოლოებს, მათი რიგითი და რიცხვით მნიშვნელობების ჯამს ასტრონომიული გამოთვლებისთვის იქნებებს. ანბანის ასონიშნების სათვალავები კალენდარულ სისტემაში თავის ფუნქციას შეასრულებენ. ქართულ ასომთავრულ დონში განსხეულებული არის და ჩადებული არის მზის ეკლიპტიკაზე მოძრაობის მთელი სისტემა. იმიტომ რომ თუ იცი შენ ზედა კულმინაცია, ბუნებრივია თქვენ იცით ქვედა კულმინაციაც, იმიტომ რომ ამას ელემენტარულად ნიშნის ამოტრიალება სჭირდება. აქედან გამომდინარე თქვენ იცით რომ გაზაფხულის დღეღამსწორება არის სადღაც მარტში და თქვენ ისიც იცით რომ როდესაც ზებუნიობიდან ნაბუნიობიდან უпростоრად ზაფხულის ნაბუნიობიდან როდესაც თანდათანობით მზე ეშვება ქვები ზამთრისაკენ მიემართება, მერე მოდის უკვე შემოდგომის დღეღამსწორება. აქედან გამომდინარე თავისთავად ერთ ესეთ ძალიან მარტივ თითქოს და გრაფიკულ ფორმაში ჩადებული არის მზის ეკლიპტიკაზე მოძრაობის უზარმაზარი ინფორმაცია. პირველი წაეკუთვნის ქართულ ანბანში თვარეს, მეოთხე ეკუთვნის მზეს. რატო? იმიტომ რომ ან არის მთვარის ღმერთი, დონ არის მზის ღმერთი. დონი სხვადასხვა დგომით შუმერულ და ეგვიპტურ სამყაროში მრავლად გვხვდება. ის ხან სამეფო რეგალიის ნიშანს წარმოადგენს, ხან გარდაცვლილთა სამყაროს. ეგვიპტეში ამობრუნებული დონი ქვესკნელის ნიშანია. კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა ესპანეთში გველოდა, კანჩო რუანო, ესპანეთის და პორტუგალიის საზღვარზე მდებარე ბადახოსის პროვინციაშია. ეს არქეოლოგიური ძეგლი ქრისტემდე მე-6 საუკუნის მზის საკულტო ტაძარს წარმოადგენს. აქ ყველაფერი მიწით იყო დაფარული. ამ ადგილას ჭის 69 გადაწყვიტა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა. სრულიად შემთხვევით წააწყდა ამ ნანგრევებს. მერე ჩვენ დაგვიკავშირდა. არქეოლოგები მოვიდნენ ამ ადგილის დასაზვერად. მერე კი ეს ტაძარი აღმოაჩინეს. არქიტექტურული კონსტრუქციით აღმოსავლური ზიგურატების მოდელს იმეორებს. ასეთი სამშენებლო ტრადიცია ევროპის ამ ნაწილისთვის უჩვეულოა. ეს ნიშანი ტაძრის იატაკზეა, საკურთხევლის წინ. ის ქართული ასომთავრული დონის კოპიოს წარმოადგენს. ყველაზე დიდ ყურადღებას იწვევს ეს ადგილი. ეჭვგარეშეა, რომ ეს საკურთხეველია. ამ ადგილას მსხვერპლ შეწირვის რიტუალი სრულდებოდა. ადგილი ცოტა ამოწეულია. ალბათ აქ ხდებოდა რიტუალი. ელაგა სურნელოვანი ზედა. აქ თიხის თასიიდო, ფერფლის შესაგროვებელი. როგორ აღმოჩნდა ქართული ასომთავრული დონი ესპანეთში? ეგებაკ დონის გამოჩენა იმ მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება, რომელიც სავარაუდოდ საქართველოსთან ცენტრალური ევროპისკენ მოხდა. რას ამბობს ამაზე ჩვენი ისტორიოგრაფია? მათ შორის მე-10 საუკუნის სწავლული ბერი გიორგი მთაწმინდელი. ის ფრაზა, რომელსაც მოიხმობს გიორგი მთაწმინდელი, რომ ასმიოდა მას არამცირედნი ქართველთა ნათესავნი იმყოფებოდნენ სპანიად, ეს ყოველგვარ, ასე ვთქვათ, არარეალისტურ საფუძველს მოკლებულია. ის არის ნამდვილ ჭეშმარიტ უწყებაზე დამკვიდრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა გვაქვს საფუძველი შევიტანოთ ეჭვი ამ უწყების სანდოობაში. საქართველოს ტერიტორიაზე, მე ვიტყოდი, ქართლის გულში აღმოჩნდა დამწერლობის ნიმუშები, რომლებიც თარიღდება ძველი წარსულის მე-11 საუკუნით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და აი ამ ვითარებაში ბუნებრივია ისმის კითხვა. ქონდა ჩვენ რაღაც მონაცემები, რომ საქართველოში დამწერლობა იყო უფრო ადრე, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ აქვს წერილობითი წყაროები. ძველი ადამიანის მასწავლებელი კოსმოსია. ადამიანსა და კოსმოსს შორის განსაკუთრებული დიალოგი იმართება. ძველი ადამიანი აკვირდება ფრინველების გადაფრენის ფაქტსაც კი. და იქვე ამბობს, რომ ნებისმიერი მოძრაობა სამყაროში მთვარის ან მზის მოძრაობის მიმართულებით ხდება. გაზაფხულის ბუნიობიდან შემოდგომის ბუნიობამდე. ეს მოძრაობა სპირალურად და უსასრულოდ მეორდება. ამ მოძრაობაში ჩართულია მთელი სამყარო. ასტრონომია და მათემატიკა ამ მოძრაობის აღწერას იწყებს. შედეგებს კი აფიქსირებს წერილობით.